მოხდება თუ არა დათაახალაიას საქართველოში ექსტრადირება ეს დღეს გახდება ცნობილი. საკითხზე საბერძნეთის სასამართლო მსჯელობას რამდენიმე საათში დაიწყებს. პროცესი თბილისის დროით 2:30-ზე დაინიშნა. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატები ვარაუდობენ, რომ მოსამართლე არ დააკმაყოფილებს ბრალდების მოთხოვნას და ახალაიას საქართველოში ექსტრადირება არ მოხდება. ადვოკატის განცხადებით ამ საფუძველს მათ დაცვის მხარის ხელთარსებული მტკიცებულებები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია აძლევთ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორი დააყენებს შუამდგომლობას დათაახალაიას ექსტრადიციის საკითხზე. თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, საქართველოს წინა ხელისუფლების გადაწყვეტილება ევროსაბჭოს და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტების პოზიცია გვაძლევს იმის საფუძველს, რომ საბერძნეთის სასამართლო არ მიიღებს დათაახალაიას სამშობლოში ექსტრადიციის გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას დააკმაყოფილებს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ასევე შეუძლია ქართულ მხარესაც უზენაეს სასამართლოში.